რუბრიკა პორტრეტი გაგაცნობ თბილისის მიასე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს, სოხუმელ მეგი მარღანიას. საბავშვო ბაღში ის თავიდან როგორც მშობელი ისე მივიდა. შემდეგ, როდესაც საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დირექტორების კონკურსი გამოაცხადა და ამ ამპლუაშიც გამოსცადა თავისი შესაძლებლობები და არც თუ უშედეგოდ. სოხუმელი მეგი მარღანია ქალაქ თბილისის მეასე ბაგა-ბაღის დირექტორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიური განათლება მაქვს, საბავშვო ბაღზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. ერთადერთი შეხება მქონდა ბაღთან, ვიყავი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის მშობელი იმ პერიოდში, როდესაც კონკურსი გამოცხადდა ბაღების დირექტორებზე. მერიამ გამოაცხადა კონკურსი, რატომღაც გამიჩნდა სურვილი, რომ მიმეღო მონაწილეობა. და საკმაოდ წარმატებით გავიარე ორივე ეტაპი. მეასე, ანუ როგორც მას ეძახიან, იისფერი ბაღი თბილისში ყველაზე მრავალრიცხოვანი საბავშვო დაწესებულებაა. აქ 19 ჯგუფი და 800 ახსაზრდელია. მართალია ცოტა რთული იყო, მაგრამ ალბათ ჩემმა ახალგაზრდა ასაკმა უფრო მეტი შემოძლებინა, მეტი ენთუზიაზმით მოვედი. მეტად უფრო ათულად გადამალახინა პრობლემები, ასე ვფიქრობ, რატომღაც დამეხმარა ეს. და ეხლა, როდესაც უკვე 9 წელი შესრულდა, რაც მე ამ თანამდებობაზე ვარ, მეტად უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ასაკთან ერთად ამ საქმესაც. საბავშვო ბაღი იმითაც გამოირჩევა, რომ ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, სადაც დაინერგა ინკლუზიური განათლების მიღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, აქ ეს მომენტი ინკლუზიური ახსნა განათლების დანერგვის ხელშეწყობისთვის. ანუ 2007 წელს დაიწყო ეს პროგრამა ჩვენთან საბავშვო ბაღში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობ ძალიან აქტიურად. სანამ აქ მოვიდოდა, მუშაობდა ჯერ აფხაზეთის მთავრობაში, შემდეგ 29 საჯარო სკოლაში, სოხუმის უნივერსიტეტში, მაგრამ თვლის, რომ მისი ამჟამინდელი საქმიანობა ყველაზე აღმატებულია. ჩემში ყოველთვის სკოლის ასაკიდან იყო რაღაცა ლიდერის ესეთი თვისებები, რომელიც ალბათ პირველ რიგში დამეხმარა. ბავშვების სიყვარული, რა თქმა უნდა, ორი შვილის დედა ვარ, მაშინ ერთი შვილის დედა ვიყავი, როდესაც მოვედი და უშვილო შეხება მქონდა ბაღთან. ჩართული ვიყავი ბაღის ცხოვრებაში, არა ისე როგორც მე, რა თქმა უნდა. და ეს არის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი სიამოვნება, ისეთი სიამოვნება, რომ მართალია ღლის რაღაცა ხვდები, რომ მეტი აღარ შეგიძლია, მაგრამ იმდენად სიამოვნებას განიჭებს ამ ბავშვებთან ურთიერთობა და ეს საქმე, რომ ვერ ეშვები, როდესაც შედიხარ, გავიწყდება ყველა პრობლემა აბსოლუტურად თუ რაიმე არსებობს და გაქვს. და ასე არის თითოეული ჩემი თანამშრომელი. არ იღლება ბავშვებზე საუბრისას. სიყვარულით იხსენებს სოხუმის მშობლიურ საბავშვო ბაღს. რატომღაც დედას შევეცოდე თურმე ბაღისთვის და ბოლო წელს, ასე ვთქვათ, გამიმეტა. კარგად მახსოვს, ნერგები ერქვა, ორჯონიკიძის ქუჩაზე იყო. ის ერთი წელი კარგად მახსენდება ნამდვილად. აუცილებლად უნდა მიიღო ანონსი ბავშვების საბავშვო ბაღში. მე ვთვლი, რომ 3 წლის ასაკიდან აუცილებელია. 3 წლამდე კარგი იქნება თუ დედასთან იქნება სახლში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როცა დედა დაკავებულია და ჩვენ ასეთი ახსასდელი ბევრი ყავს, 2 წლის ასაკიდან ყავს ბავშვები. მაგრამ ბაღი აუცილებელია. არა მარტო იმისთვის, რომ სკოლისთვის მოემზადოს, ელემენტარული უნარჩვევები, რომელსაც ან ვერ ვუთმობთ დროს სახლში. ჩვენ ამაზე სისტემატიურად ვმუშაობთ. აგრეთვე თანატოლებთან ურთიერთობა, რომელიც მან უნდა ისწავლოს ბავშვობიდან. და ბევრი სხვა სიკეთე, რომელიც არის საბავშვო ბაღში. როგორც ქალბატონი მეგი აღნიშნავს, ის ყოველ წუთს გრძნობს ოჯახის წევრების გვერდში დგომას. მეუღლემ ირაკლი ყურუამ, რომელიც სოხუმში მისი თანაკლასელი იყო, თბილისში სტუდენტობისას იგი თავიდან აღმოაჩინა და თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირა. მაგისტრატურაში სწავლა განვაგრძე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა მყავდა ბავშვი, შემდეგ უნივერსიტეტი, ეს საქმიანობა, ეს ყველაფერი, ანუ ინტერესს მიღვიძებდნენ, ასე ვთქვათ, რომ მეც უარი არ მეთქვა ამაზე და ტრადიცია გამეგრძელებინა, მაგრამ იცით, რაღაცნაირად ესე მოხდა, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რომ გამოჩნდა ეს შანსი, მე ვიტყოდი ძალიან დიდი, აკეთო
ამხელა საქმე, ესეთი დიდი მადლი სიყვარულით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე არის და იყო ამ 9 წლის განმავლობაში, ყოველთვის გვერდში მიდგას და თუ ოდეს მე გულში გამივლია ან მithქვამს წენით რომ ხომარჯობია, თქვათ, წავიდი ან რაღაცა ის ყოველთვის მეუბნება, რომ არავითარ შემთხვევაში მე უნდა გავაგრძელო ის საქმე, რომელიც მაინც ის რომ ძალიან მიყვარს და ამაში მთელს გულს და სულს და საგვარეულო ღერბი, რომელიც იამაყება მამის ნაჩუქარი საგვარეულო ღერბის ასლი, რომელსაც თავის კაბინეტში მიუჩინა ადგილი. ცდილობს პატარა აღსაზრდელებს ჩაუნერგოს საქართველოს კუთხეების სიყვარული. სიტყვა სოხუმი ამბაღის ბავშვებისათვის უცხო არ არის. მატარებელი მაჩუკას დანადგარი ეზოსთვის, მაშინ მომინდა რაღაც წარწერა გამიკეთებინა, ესეთი თბილისის სოხუმი. ჩემი ხელით არის შესრულებული თვითონ ეს ნაწერი, დიდხანი მოვანდომე ამით დაწერას. ეს არის ნიკოლოზი, ჩემი შვილი, 4 წლის. როგორც გითხარით, დადის ჩვენთან საბავშვო ბაღში. ნიკოლოზ მიუხედავად იმისა, რომ დედა ახლოს ყავს, მაინც სულ ენატრება. და როცა შემოვდივარ, გვაქვს ეს პრობლემა, რომ უნდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ ნიკოლოზმა იცის, დიდი ბიჭია უკვე, რომ 6 საათამდე დედიკო და თვითონ ბაღში მუშაობენ და შემდეგ ერთად წავლენ სახლში.